ჩვენი დაშლა უნდა. აქ ძალიან ხშირად ისიც იყო შემოთავაზებები, რომ ვინმე თანხა გადაეხადა და ამ აქციიდან გაეყვანათ, რომ ეს ხალხი შეესუსტებიათ და მე უფრო იოლად მოერეოდეთ. ბევრი კი არა ვარ 26 ოჯახი ვართ, მაგრამ მაინც ახლა ცოტა რო იქნებოდა უფრო მოერეოდეთ და აი ამის გულისხმობ დაიჭირეს. ძირითადად 2017 წლიდან ვაპროტესტებ კომპანიის წინააღმდეგ. სოფელს ანგრევენ, ეკლესიას ანგრევენ. ამ ბოლოს უკვე ისეთი მდგომარეობა წავიდა, უკვე წელიწადი და 3 თვეა, რასაც ვაპროტესტებ და არანაირი არც პასუხი, არც გვერდსკომა, არც არაფერი. ამბავსაც არ კითხულობენ, არ მოდიან ჩვენამდე, რომ თუ როგორ იქნება, რა იქნება და რანაირად იქნება. არანაირი ინფორმაციაც არ გვაქვს, რომ ვინმეს მივაკითხოთ, თუ ვინმესთან მივედით ახალი ტყუილი, ახალი შემოთავაზებები და არაფერი არ გაკეთებულა ისეთი, რომ ხალხისათვის ყოფილიყო. და ამათმა გაახსნეს ხელახლა და ანგრევენ სოფელს. მთელი სოფელი ინგრევა უკვე მიწასთან უნდა გასწორდეს და ვითხოვთ იმის საფასურს, რომ რაც გვაქვს, რომ სადმე ნებისმიერ ადგილზე გადავიდეთ და ცხოვრება შევძლებთ. ან შეაჩერონ ეს ყველაფერი და იმასაც არ დავედეთ, რაც გვაქვს დაზიანებული და დავჭეთ ამ ადგილზე. ძალიან გვიჭირს აქედან გადასვლა. ბრალდებები მოდის იმის გულისათვის, რომ ჩვენ იმათ წინააღმდეგ არანაირი პროტესტი გამოგვაქვს, მაგალითად 5 ადამიანი მოხსნეს სამსახურიდან იმის გულისთვის, რომ აქ ამას ვაპროტესტებთ. ამ პროტესტის გარდა არის ისეთი ბრალდებები, მაგალითად ქონებები დაგვიყადაღეს იმის გულისათვის, რომ ვერაფერი ვერ შევძლოთ მაგალითად და არის ასეთი ბრალდებები, ჩვენ არაფერი შეგვეძლია, იმას კიდევ ბევრი რამ შეგვიძლია და აქედან წასვლა და ეს ყველაფერი შეწყდება. დაპირებები, თორემ მეტი არაფერი. რა ეშველებოდა ჩვენ ოჯახებს და ჩვენ სოფელს. ან აგვასახლებენ აქედან, ან დაგვტოვებენ და აღარ დაგვანგრევენ, მაგრამ უმეტესად უფრო მეტად არის რომ დაგვანგრევენ. სახელმწიფო არაფერ როლს არ თამაშობს საერთოდ. თბილისში ვიყავით, თითქმის ერთი თვე ვიყავით იქ ბიჭები შიმშილობდნენ 6 ადამიანი შემდეგ ქალები შევერთეთ. შიმშილობდნენ და ესე მაინც მოვიდოდა ვინმე და რამე დამამშვიდებელი სიტყვას გვერდყო და ახალგაზრდა ბიჭები შიმშილობდნენ თავს იკრამდნენ და მაგათმა ყურთანაც არ მიიტანეს, რომ საერთოდ არაფერი რეაგირება არ ქონიათ. 2017 წლიდან დაწყებული დღემდე სულ ყველა მოლაპარაკება აბსურდი იყო, ტყუილი იყო ყველაფერი.